კი. მას შემდეგ რაც პოლიციამ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარავი ჯერ აქციის მონაწილეებს თავზე დაალეწა, ადამიანების ჩვეულებრივი ჭყლეტვა მოაწყდა. შემდეგ ათეულობით პოლიციელი იმით დააკავეს, რომ გაეტაცებინათ აქედან დაახლოებით 200 მეტრი პოლიციელებს რკინის კონსტრუქციებით არ ბენინეს საპატრულო მანქანაშიც კი აპირებდნენ კარვის ნარჩენების ჩადებას. მაინც შეძლეს სამოქალაქო აქტივისტებმა კარვის გაშლა. გეტყვა ოპერატორს, თქვენ შეძლებთ ზოგადად კადრში განახოთ. ეს არის პატარა კარავი და ხედავთ სტიკერებს, ეს არის მზიას თავისუფლებისთვის. მალხას პირდაპირ ეთერში ვარ, ჩემი კოლეგებიც მუშაობენ. თუ შეგიძლია რომ რამდენიმე წუთით უბრალოდ პირდაპირ ეთერში ვარ, ჩემი კოლეგებიც მუშაობენ და არ მინდა ხელი შეუშალო. რას გვეტყვი ამასთან დაკავშირებით? ნატო ძალიან მარტივად არის საქმე რა. ჩვენ ძალიან სულ მცირე რისი გაკეთება შეგვიძლია არის ის, რომ ვიდგეთ ან ვისხდეთ ან ვიწვეთ, არ ვიცი, თავარი ამ კარავში ვიყოთ და გამოუცხადოთ სოლიდარობა მზიამაღლობელს. 17 დღეა ადამიანი შიმშილობს, კრიტიკული მედიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა და არა მხოლოდ კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი. ჩვენი ადგილობრივი ბათუმური სამოქალაქო საზოგადოების სინდისი და არა მხოლოდ. ამიტომაც პოლიციის მოთხოვნა რომ თურმე გაზონზე და გადავიდეთ არის აბსოლუტურად უკანონო. რატომ? იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აჭარის მთავრობასთან თუ ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დავდგა მისე კარავს, რომ თუ მე არ დაბლოკავ მათ შესასვლელს, მე ამის უფლება მაქვს. მე თუ სამანქანო გზას არ ვკეტავ ქვეითებისთვის გზას, მე მაქვს უფლება გავშალო კარავი. თუ მათ პოლიტიკური შეხედულებებიდან და ძალიან მიკერძოებული, ძალიან უკუღმართი შეხედულებებიდან გამომდინარე არ მოგცემენ ამის საშუალებას, წინააღმდეგობას გაუწევ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ჩემი უფლება მაქვს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. 10 მეტრი იყო, ჯერ მერე 15 მეტრიო. ვერ ვიქნებით კონკრეტულ პოლიციებს დამოკიდებული. ჩვენ კონკრეტულ პოლიციელებზე დამოკიდებულება დავინახეთ გურამ როგავასთან მიმართებაში, დავინახეთ მაკაჩიხლაძესთან მიმართებაში, ხედავთ მზიამაღლობელთან მიმართებაში. საპოლიციო რეჟიმი და მართლობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის მოქალაქეების ქვეყანა და არა მოქალაქე პოლიციელების ან სისტემის მსახური პოლიციელების ქვეყანა. ტელეპიროლის მაყურებელმა მოისმინა გია ბესელიას მოადგილე ბატონი დავითი, რომელსაც ხო კასკასე ეძახიან მისი ხისტის მდგომარეობის გამო. დღეს ესე გვიწოდებდა, რომ თქვენიანებთან წადით, თქვენიანებმა დადგეს, უკვე გაყვეს ამათ. მუზარაც ან კასკას ან მეხამრიც ვის ეძახიან, ეს ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ბატონი დავითი იქნება თუ ბატონი არ ვიცი ბესელიან, ბატონი ნებისმიერი სხვა ვინმე და იმავეს გავიმეორებდი ამ ბატონებთან ბატონის მიმართვასთან დაკავშირებით, კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბრები. დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას სწორედ ესაა ყველაზე მთავარი, რომ შენ მინისტრი ხარ, მასწავლებელი ხარ, მეზოვი ხარ, პროფესორი ხარ, ინჟინერი ხარ თუ ტელეგანათების სპეციალისტი ხარ, შენ კანონის წინაშე ხარ თანაბარი. არ შეიძლება სხვაგვარად კითხულობდეს ერთსა და იმავე კანონს პოლიციელი და მოქალაქე. მე საქართველოს აუდიტორიას, მოქალაქეებს ვუთხარი, რასაც ამბობს კანონი, კონსტიტუცია, მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ საქართველოს კანონი. მითხრას მოვიდეს რომელიმე მათგანი, წამიკითხოს შავი თეთრზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული კანონი, მოქმედება აქტი, სადაც წერია, რომ არ შეიძლება ამ ადგილას, ამ კონკრეტულ ადგილას განვაზოგადოთ ტროტუარზე ადმინისტრაციულ შენობასთან კარვის გაშლა. სიალა, რა გეგმები გაქვს? პოლიციამ თქვა, რომ ჩვენ დავაზუსტებთ ახლა პირდაპირ ეთერში, არ დაგადგმევინებენ, მაინც სავარაუდოდ ისევ რა გაიტაცებენ, ალბათ იმედია კარვიან არ გაიტაცებენ. რა გეგმები გაქვს და რასაც? ჩვენ რა ვიცი 12 იანვრის შემდეგ ველოდებით შესაბამისი ორგანოებიდან პასუხს, როდის იქნება მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნობილი და როდის შეუჩერდება უფლებამოსილება ან დაიწყება გამოძიება ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ. გუშინ მივეცით ბოლო 1 დღე რომ გაეცათ პასუხი და ვთქვით რომ შესაძლებლობის ფარგლებში რადიკალურ ზომებს მიმართავდით. ჩვენი რადიკალური ზომა ამ შემთხვევაში არის ის, რომ 24 საათის განმავლობაში აქ შევახსენოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობის თავმჯდომარის სახლში მომუშავე ადამიანებს ის, რომ ჩვენ
ველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მანამ სანამ ამ კითხვებს არ გაეცემა პასუხი, ეს კარავი იდგმება აქ. და რაც ყველაზე მთავარი არის, ის მშრალი ინფორმაცია და განცხადება, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა, არის აბსოლუტურად არაფრის მთქმელი. მე-17 დღეა და სხვა პატიმრებთან დაკავშირებით ძალიან კარგად ახსოვს მე-18 საზოგადოებას, რომ კონსილიუმები როგორ ადრეულად დგებოდა ხოლმე. ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში არიან კეთილსინდისიერი ექიმები, პროფესიონალები, ძალიან მიუკერძოებლად, რომლებიც შეაფასებენ ვითარებას მზიასი. მე ვიცი ის რამდენად მედგარი, სული ძლიერი ადამიანია, მაგრამ ამ პირობებშიც კი წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა სულ ცოტა ხანში რაღაცა ისეთი ტიპის დაზიანება არ მიიღოს და ვიცი მზია, რომ ყველაზე ნაკლებად ეხლა ამაზე გინდა შენ საუბარი, მაგრამ დიახაც უნდა ვისაუბროთ იმასთან ერთად, რომ კრიტიკული მედია არის დასაცავი. თუ შენზე გადის კრიტიკული მედიის დაცვა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ აქ ვიყოთ, დარწმუნებული ვარ, უამრავი ბათუმელი და არაბათუმელი მოქალაქე შემოგვიერთება და ეს ღამისთევა მიიღებს ძალიან კადრს შეგახედებთ კიდევ ეს მალხაჭკადუას უშსმენდით და ციავა ქათამაძის რომელმაც სახელდახელო კარავი დადგეს, თუმცა პოლიციამ თქვას რომ აქ პერფორმანსიც მიმდინარეობს და ხედავთ მოქალაქეებს და პოლიციის რაოდენობას მე კიდევ ერთხელ შეგახედებთ, ეკა ძალიან ბევრი პოლიციელი ყავთ დღეს გამოყვანილი, ბოლო დღების განმავლობაში ამდენი პოლიციელი მიმდებარე ტერიტორიაზე მართლა არ ყოფილა და ვისმენდით მათგან რომ მათ ამ კარავსაც არ დაადგმევინებენ, თუმცა ერთერთი სამართალდამცველი ვერ ასახელებს მუხსრის საფუძველზეც უარს ეუბნებიან და საერთოდ არ ვიცით ამ დრომდე რის რა მუხრის კანონის რომელი მუხრის საფუძველზე გაიტაცეს და რატომ არ ბენინეს პოლიციელები მართლაც სამარწყვინოდ პოლიციის მუნდირის სამარწყვინოდ ათეულობით პოლიციელი კარვის ესე ვთქვათ პატარა ნაგლეჯებით რომლებმაც არც კი იცოდნენ თუ სად უნდა წაეღონ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ მოპარული კარავი. მოკლედ ესეთი აქ ვითარება ჩვენ ბუნებრივი ადგილზე ვრჩები და მოვლენების შესაბამისად. ნატო ძალიან დიდი მადლობა.